ჩვენი სტუმარი არის დერმატოლოგი ვერიკო აბრალავა, რომელთან ერთადაც როგორც დაგიანონსებთ, მიმოვიხილავთ ამ მიმართულებას, დერმატოლოგიას, როგორ ვითარდება საქართველოში, როგორ ვუწყობთ ჩვენ სანამედროვე ტენდენციებს და რა არის აუცილებლად გასათვალისწინებელი ფაქტორები, რაც მნიშვნელოვანია, რომ თვითონულად ჩვენგანმა ვიცოდეთ, როგორ მართოთ, მოუაროთ სახისკანს და თავიდან ავიცილოთ სხვადასხვა პრობლემები. ვერიკო უკვე ჩვენთან ერთად არის. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. დიდი მადლობა თქვენ. ასეთ საჭირო თემაზე ჩვენთან სტუმრობისთვის. ვერიკო, სანამ უშუალოდ დერმატოლოგიაზე როგორც მიმართულებაზე ვისაუბრებდით სამედიცინო სფეროს, მინდა რომ თქვენი კარიერული გზის გაცნობით დავიწყოთ გადაცემის ეს ნაწილი. ზოგადად როგორ დაინტერესდით ამ სფეროში, საიდან დაიწყო ეს ყველაფერი და უკვე რამდენი წელია რაც გრძელდება ეს თქვენი პროფესიული აღმასვლის პერიოდი? გადავწყვიტე რომ ყოფილიყავი ექიმობა, ეს იყო ბავშვობის ასაკში, რადგანაც მუდმივად მომწონდა ადამიანებთან ურთიერთობა, მათზე ზრუნვა, ხოლო დერმატოლოგია ეს სფერო არის იმდენად საინტერესო დარგი, რადგანაც მოიცავს როგორც დაავადების მკურნალობას, ასევე ესთეტიური სახის მის გამოჯამრთელებას და ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ეს არის ძირითადი მიზეზი, რატომაც გადავწყვიტე დერმატოლოგობა. დამოუკიდებლად საქმიანობაში ვარ დაახლოებით 5 წელია, მაგრამ მედიცინაში უკვე 17 წელია, თუ ჩავთვლით სტუდენტობას და იმ გზას, რომელიც გავიარე მანამ, სანამ გავხდებოდი დამოუკიდებელი პრაქტიკოსი ექიმი. აი მთავარი რაც დაგროვდა ამ წლების განმავლობაში თქვენი პროფესიული დამახასიათებელი ნიშნებიდან გამომდინარე, ხო? იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ დერმატოლოგთან რომელთანაც მიდიხარ, მნიშვნელოვანია ნდობის ხარისხი და რეპუტაცია, იმიტომ რომ საკმაოდ ბევრი არჩევანია უკვე ბაზარზე ამ თვალსაზრისით ნელ-ნელა ეს სფეროც ვითარდება და შესაბამისად იზრდება პროფესიონალთა რაოდენობაც, ხო? თუმცა მაინც არის ხოლმე მუდმივად განხილვის თემა, რომ აი სად მივიდე, ვის მირჩევდით და აი თქვენ შემთხვევაში ასე ვთქვათ, აი როგორ წამოვიდა ეს ნდობის ხარისხი და ეს ურთიერთდამოკიდებულება პაციენტების თქვენთან? პირველ რიგში განათლება, შემდეგ უკვე ყველაზე მთავარი რაც არის, ეს არის კომუნიკაცია პაციენტთან და სანდოობა. სანდო რომ იყო, აუცილებლად იყო უნდა გულწრფელობა და კომუნიკაციის უნარი. ძირითადად ჩვენ გვიწევს ისეთ დაავადებებთან ურთიერთობა, რომელიც არის ქრონიკული, ძირითადად დერმატოლოგიაში უმრავლესობა დაავადებების არის ქრონიკული, რაც გულისხმობს იმას, რომ პაციენტს უნდა აუხსნათ მისი მდგომარეობა და უნდა ვასწავლოთ ამ დაავადებასთან ერთად ცხოვრება. არასოდეს არ უნდა მივცეთ არასწორი იმედი და უნდა ვუთხრათ, რომ ეს შეიძლება იყოს რაღაცა მთელი ცხოვრების განმავლობაში მის გვერდით, მაგრამ უნდა ვისწავლოთ მისი მართვა. ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ავუხსნათ, რასთან აქვს პაციენტს საქმე. არ უნდა გადავაჭარბოთ და არასოდეს არ უნდა მოვატყუოთ ის. ხო, რაღაცა ერთ კვირაში აღარ გექნება არაფერი და არის დაავადებები, დერმატოლოგიური დაავადებები, რომლებიც 2-3 დღეში განკურნებადია, მაგრამ არის მდგომარეობა, რომელიც შესაძლოა მთელი ცხოვრების განმავლობაში გაგრძელდეს. მოდი რაღაცნაირად ჩავშალოთ, ხო? აი რას გულისხმობს დერმატოლოგია და აი თქვენ შემთხვევაში უშუალოდ როგორც პროფესიონალი რაზე ხართ პასუხისმგებელი? თქვენთან მოსულ პაციენტს რა უნდა იცოდეს ამ ადამიანმა? რას მიიღებს თქვენგან? პირველ რიგში გავამახვილებ ყურადღებას იმაზე, რომ არსებობს ძირითადად ჩემი პაციენტების უმრავლესობა მოდის ჩემთან უკვე ნამკურნალები და თვითნამკურნალები, სხვა ექიმთან ნამყოფი, ექიმბაშებთან ნამკურნალები, რაც უფრო ართულებს მკურნალობას, რადგანაც მინდა ყველას ვუთხრა, რომ თუ გადაწყვეტენ, რომ მიმართონ ექიმს, აუცილებლად უნდა ეინდონ მას და მისცენ დრო იმისათვის, რომ კარგად შეისწავლოს პაციენტის მდგომარეობა, შინაგანი მდგომარეობა, ისტორია, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს ამ დაავადების განვითარებასთან. ძირითადად გვხვდება ხოლმე ჩვენ აკნე, ფსორიაზი და ნეიროდერმატიტი, იგივე ატოპიური დერმატიტი. ეს არის ყველაზე მეტად გავრცელებული დაავადებები. სამივე დაავადება არის ქრონიკული და პაციენტმა უნდა იცოდეს როგორ მოუაროს ამ დაავადებას. ასევე მნიშვნელოვანია აირჩიოს ისეთი ექიმი, რომელთანაც შეძლებს კომუნიკაციას და ეს კომუნიკაციის დეფიციტი არ ექნება, რადგანაც ხშირად არის ხოლმე პაციენტები აღნიშნავენ, რომ არ აქვთ
სათანადო კომუნიკაცია. ყველა შემთხვევა არის განსხვავებული. არის მდგომარეობა, როდესაც მე კონსულტაციას დაახლოებით 9 საათს ვანდომებ, მაგრამ არის სიტუაცია, როდესაც პაციენტს სჭირდება უფრო მეტი დრო და შეიძლება 1 საათიც ვესაუბრო ამ მდგომარეობაზე და ავუხსნა თუ რასთან გვაქვს საქმე. ხო, მნიშვნელოვანია რომ მოკლედ ყველა კითხვას გაეცეს სათანადო პასუხი, ხო, აი კონსულტაციის პერიოდში. ვერიკო, ძირითადად მაინც როგორც გვსმენია, აი ამ პრობლემების ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი ფაქტორი არის ხოლმე სტრესი, ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობა, ხო, იმ მომენტში რა მზიანის მატარებელიც არის, ხო? შემდეგ ეს ყველაფერი ისახება სახის განზე. აი ზოგადად ესეც რო განმარტოთ, ასე ვთქვათ, როგორ შეიძლება, რომ ჩვენ შეიძლება არ ვაქცევდეთ ყურადღება, სტრესი, უძილო ღამეები, არასათანადო რეჟიმი და რამდენად მყისიერად უკვე შეიძლება ამან რასაკვირველია ნეგატიური კონტექსტით ასახვა პოვოს ჩვენს გარეგნობაზე. პირველ რიგში დავიწყებ იმას, რომ ადამიანის განვითარება ჩანასახის წარმოქმნა ხდება ექტოდერმული უჯრედებიდან. ეს არის კანის და ნერვული უჯრედები, ორივე წარმოიქმნება ექტოდერმისგან, რაც იმას ნიშნავს, რომ კანი და ნერვული სისტემა ერთმანეთთან დაკავშირებული არის და ისინი არიან პირდაპირ პროპორციული. ნებისმიერი ძლიერი სტრესი შესაძლოა გახდეს კანის ნებისმიერი დაავადების ტრიგერი, ანუ გამომწვევი მიზეზი. სწორედ ამასთან დაკავშირებით არსებობს ჩატარებული კვლევებიც და დადგენილია, რომ კორტიზოლი, რომელიც მუდმივი სტრესის დროს გამომუშავდება, სწორედ აღნიშნეთ, უძილო ღამეები, სწავლიდან გამოწვეული სტრესი თუ ნებისმიერი სტრესი, რაც შეიძლება ადამიანს შეხვდეს, იწვევს ჰიპერკორტიზოლს, ანუ კორტიზოლის წარმოქმნას, რაც განაპირობებს ჰორმონალურ ცვლილებებს ადამიანის ორგანიზმში და შემდეგ უკვე ხშირად კანის დაავადებების წარმოქმნას. დერმატოლოგიური დაავადებების უმრავლესობა არის ფსიქოსომატური დაავადებები, რაც იმას ნიშნავს, რომ თავიდანაც აღვნიშნე ფსიქოლოგიურად და სტრესიდან გამოწვეული მდგომარეობები, მაგალითად ნეიროდერმატიტი, იგივე ატოპიური დერმატიტი, აკნე, ხშირად დაავადების გამწვავებას უკავშირებენ გარკვეულ სტრესს. იქ შესაძლოა იყოს მიდრეკილება, მაგრამ სტრესმა ეს მიდრეკილება აინდუციროს, აპროვოციროს და გამოიწვიოს. კი ბატონო, თავად ასე ვთქვათ, ფსიქოლოგიური მდგომარეობა და სტრესი რამდენად ურთიერთკავშირში არის ერთმანეთთან, გულისხმობ ამ შემთხვევაში პირიქით, როდესაც გვაქვს ეს პრობლემები, რამდენად ისახება. მანკიერი წრე იკვრება, ნახეთ, თუ არის მიდრეკილება, რომ აქვს პაციენტს ესა თუ ის დაავადება, ეს დაავადება იწვევს სტრესს. სტრესი შემდეგ უფრო მეტად ამწვავებს დაავადებას და წრე არის შეკრული, ეგრეთ წოდებული მანკიერი წრე, რაც დაავადება იწვევს სტრესს, სტრესი იწვევს დაავადებას. ჩვენ, ექიმები, უნდა შევეცადოთ, რომ ეს წრე დავარღვიოთ და როგორ არღვევთ ხოლმე? ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ესე მარტივად ვერ შეუცვლით ადამიანს რეჟიმს და ვთქვათ, შეიძლება რაღაც ბევრი პრობლემაც იყოს დაგროვილი და აქედანაც მომდინარეობდეს, ხო? აი, მაინც რა არის ხოლმე ყველაზე ეფექტიანი გზა აი ამის ამ ჯაჭვის გასაწყვეტად? პირველ რიგში სწორი მკურნალობა. სწორი მკურნალობა მიდგომა, რომ პაციენტი ხედავს, რომ უკეთესობისკენ მიდის მისი მდგომარეობა, გამოჯამრთელებისკენ არის უკვე გზა და მეორე საუბარი, კომუნიკაცია. ჩვენ ვეუბნებით და პირადად მე ვეუბნები, რომ თქვენ ეხლა ხართ კარგად, თქვენ უკეთესად გრძნობთ თავს. ჩემთან კონსულტაცია არ არის მხოლოდ ერთჯერადი. ჩვენ ხშირად ხვდებით ხოლმე ერთმანეთს, როდესაც ქრონიკულ დაავადებებთან არის საქმე. ასე დროს ვეუბნები, რომ 10 დღეში ერთხელ, 2 კვირაში ერთხელ უნდა შევხვდეთ ერთმანეთს და ვასწავლი, რომ ეხლა ხართ უკეთ. ეხლა რამოდენიმე კვირის შემდეგ არის პაციენტი ფიქრობს, რომ არის გამოჯამრთელებული, მაგრამ ყოველთვის ვაფრთხილებ, რომ ეს არის მდგომარეობა, რომელიც შეიძლება დაბრუნდეს. ჩემი მთავარი მიზანია მკურნალობასთან ერთად ადამიანის ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდეს. როდესაც ცხოვრების ხარისხი უმჯობესდება, ვარჯიში, სწორი კვება, მუშაობა და სხვა რაღაცეებზე აქცენტის გაკეთება, შემდეგ მკურნალობაც უფრო მარტივია, დაავადებაც უკვე მიდის უკუგამითარებისკენ და წარმატებული არის ესეთი მიდგომა ჩემი აზრით.
კი ბატონო. ვერიკო, აუცილებლად უნდა ვისაუბროთ რუტინაზე, სახის კანის მოვლის და რამდენად არის იმის რეალური შესაძლებლობა, რომ აი ამ რუტინამ შეამციროს ეს პრობლემები, თუ მინიმუმამდე არ დაიყვანს, ხო? რა თქმა უნდა, სწორი სხეულის კანის, არა მარტო სახის კანის სწორი მოვლა, რუტინა, ზოგადად მოვლა, ზრუნვა, ეს სტრესსაც აქვეითებს და გამომუშავდება ენდორფინები, ანუ ბედნიერების ჰორმონები, რაც კიდევ უფრო გვეხმარება და კიდევ უფრო მარტივი არის ჩვენი მკურნალობა. რუტინა უნდა იყოს ყოველდღიური და არა ის, რომ ერთ კვირაში ერთხელ როცა გაგვახსენდება. რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს მუდმივი წესი, ცხოვრების წესი, რომ როგორც ჩვენ მივირთმევთ დილაობით, საუზმობთ, ყავას მივირთმევთ, ისევე უნდა იყოს ჩვენი კანის მოვლაც. ეს მნიშვნელოვანია, რომ იყოს დილა, საღამო, ეს ორივე ფაზა დავიცვათ, თუ რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია იყოს დილა, საღამო. სხვადასხვა ტიპის რუტინა უნდა არსებობდეს. დილისთვის სხვა ტიპის მოვლა არის საჭირო, საღამოსთვის კიდევ უფრო სხვა ტიპის მოვლა არის საჭირო. ეს უკვე დამოკიდებულია, ყველა შემთხვევა არის ინდივიდუალური და დამოკიდებულია ადამიანის კანის ტიპსაც, ვის როგორი სჭირდება, ვის რა სჭირდება. იმის მიხედვით განსაზღვრავს ექიმი, დერმატოლოგი და უდგას პაციენტს თავის შესაბამის ეგრეთ წოდებულ რუტინას. კი ბატონო. მოდი, ზამთარი არის ახლა და განსაკუთრებით ისეთი რთული პერიოდი არის, როდესაც კანი შრება და მერე შემდეგ ბევრი პრობლემა იჩენს ხოლმე თავს ამასობაში და რა არის ის მეთოდები, რასაც გვირჩევდით თქვენ როგორც პროფესიონალი, როგორ უნდა მოვუაროთ აი ამ სეზონზე ჩვენს სახლის კანს? ზამთარი ნამდვილად მტკივნეულია ყველა ადამიანის კანისთვის, რადგანაც ბევრი სტრესი გროვდება ზამთარში კანისთვის. ეს არის გარეთ ტემპერატურა, რომელიც არის დაბალი და ოთახის ტემპერატურა, რომელიც არის თბილი და გამომშრალი. შესაბამისად, ეს მონაცვლეობა კიდევ უფრო ამწვავებს მდგომარეობას. პირველი რა უნდა ვურჩიოთ ჩვენს მსმენელს და პაციენტებს, დასუფთავება, რომელიც არის მნიშვნელოვანია და აი ეს ფორების დასუფთავება გულისხმობს სწორად მოვლას, ერთ-ერთი ეტაპი არის მოვლის, ანუ დაბანა, გაწმენდა, მაკიაჟის მოცილება და კარგად დატენიანება. დატენიანება უნდა იყოს შესაბამისი კანის ტიპისა. თუ ცხიმიანი არის კანი, ამ შემთხვევაში ცოტა შედარებით მსუბუქი ტექსტურის კრემები უნდა გამოვიყენოთ. თუ არის ძალიან გამომშრალი კანი, ამ შემთხვევაში პირიქით ლიპიდურ ბაზაზე დამზადებული საშუალებები უნდა გამოვიყენოთ და ცერამიდების შემცველი სამკურნალო საშუალებები უნდა გამოვიყენოთ. თუ არის კომბინირებული, ამ შემთხვევაში ძალიან კარგია შრატების გამოყენება. არსებობს სხვადასხვა ტიპის შრატები, რომელიც არის ძალიან აქტუალური და ძალიან ეფექტური სხვათა შორის ნებისმიერი პრობლემის მოგვარებისთვის. კი ბატონო და ასე ვთქვათ, ძირითადად აი თქვენს პრაქტიკასაც რომ გადავხედოთ, რა არის ხოლმე ის მთავარი გამოწვევები, რასაც აწყდებიან ადამიანები, რა პრობლემები არის მაინც დღის წესრიგში, ყველაზე უფრო ხშირად და თქვენს აი როგორც ამდენწლიანი გამოცდილების პროფესიონალი, რა გზებით უდგებით და რა არის ის ძირითადი გასაღები ამ პრობლემებთან ბრძოლის? პირველი არის სტიგმები, რომელიც არის საზოგადოებაში დამკვიდრებული ისეთი დაავადებების დროს განსაკუთრებით, რომელიც აისახება სხეულზე და ჩანს. ეს არის ფსორიაზი, ძირითადად და საზოგადოების უმრავლესობას ჯერ კიდევ ჰგონია, რომ ეს დაავადება არის გადამდები და აქვთ ხოლმე მიუღებლობა, რომ ასეთ ადამიანთან კონტაქტი, ურთიერთობა შეიძლება იყოს მათთვის საფრთხის შემცველი. ასევე აკნეს დროს დამკვიდრებული სტიგმები, განსაკუთრებით გარდატეხის ასაკში მყოფი მოზარდებისთვის, მათთვის კიდევ უფრო რთულია, რადგანაც ეს მოზარდობის ხანაში აკნე არის ძირითადად 30%-ში გავრცელებული, რაც იწვევს მოზარდების ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუარესებას და მათი კომპლექსების გამრავლებას, გაღვივებას. ეს არის სტიგმატიზაცია დაავადებების. მეორე არის ცხოვრების ხარისხის დაქვეითება. ქრონიკული დაავადებები სამწუხაროდ აქვეითებს ცხოვრების ხარისხს, იწვევს დეპრესიისკენ მიდრეკილებას და ესეთ ადამიანებს არ აქვთ ხოლმე სურვილი საზოგადოებასთან ჰქონდეთ ურთიერთობა. ცდილობენ ჩაიკეტონ და თავიანთ პრობლემაზე არ ისაუბრონ, დამალონ ეს მდგომარეობა. ხოლო მესამე ყველაზე გავრცელებული პრობლემა ეს არის თვითმკურნალობა და ძალიან რთული ჩვენთვის და არა მხოლოდ ნებისმიერი ექიმისთვის. ამავდროულად, იმიტომ რომ მაინც ყველაფერი ნაცნობების რჩევების გათვალისწინება, აფთიაქში რჩევების გათვალისწინება, რაც ხშირად იწვევს პირველადი სურათის
აშლას და ჩვენთვის უფრო რთულია დავადგინოთ დიაგნოზი, რა არის, რასთან გვაქვს საქმე. გარკვეული პერიოდი ვცდილობთ ხოლმე, რომ მკურნალობის გარეშე იყოს პაციენტი, რადგან პირველად მდგომარეობას დაუბრუნდეს ის, რაც იყო, რომ მივხვდეთ რეალურად რასთან არის საქმე და ყველაზე მთავარი პრობლემა არის ქრონიკული დაავადებებისთვის სამკურნალო საშუალებების, განსაკუთრებით ბიოლოგიური საშუალებების ძალიან ძვირადღირებულია ეს ფასი, რაც რთულია პაციენტებისთვის მთელი ცხოვრების განმავლობაში ეს მედიკამენტები შეიძინონ. ჩემი ოცნება და სურვილი იქნება, რომ ესეთი მედიკამენტები, როგორიც არის ბიოლოგიური პრეპარატები და გამოიყენება ფსორიაზის დროს, დასაჭირო ატოპიური დერმატიტის დროს, ჭინჭრის სიების დროს, იგივე ურტიკარიის დროს იყოს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული და უფასო. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ვერიკო, სამწუხაროდ აღარ გვაქვს დრო, თუმცა იმედი მაქვს გვექნება კიდევ შესაძლებლობა, რომ რაღაცა ბევრი მიმართულებით ჩავშალოთ, იმიტომ რომ ნამდვილად ის თემაა, რომელიც აუცილებელია და ყურადღებას საჭიროებს, იმიტომ რომ გვეხება ჩვენს თითოეული ადამიანის ჯანმრთელობას, ხო და ყველაფერი იმას, რაც მე ჩანს ზედაპირზე. ვერიკო აბრალავა, დერმატოლოგი იყო ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი.